გონდა მერსაბა და არ გაბდში როსონ სამი და დღეს როგორ ჩვენ ისო ვაგზავნებთ მინიკრაფტის რუბრიკას და დღეს ისო მე მივიდეორ ჩემს სამუშაოზე. როგორც თქვენ გვეცით, გუშინ მე გავაკეთე ეს ფერმა, მაგრამ დღეს მაგას აკეთებ მხოლოდ ის ფერმა, რომელიც იქაა და დიდი ფერმა ჩვენ სოფელში. მეგორო, არ მოგაქციოთ კიდე ერთხელ გეუბნებით ჩემს ხმას ყურადღება, უბრალოდ კიდევ გაციებული ვარ, ხო მეგორო, კიდევ გაციებული ვარ, მაგრამ უკვე ძლიერად არა, უკვე ვკეთდები, მაგიტომ მოიტახლა ავიღოთ თოხი. უკვე გამოვკეთეთ თითქმის, ავიღოთ სტაფილო, ავიღოთ კარტოფილი და წავიდეთ ჩვენ საყვარელ სამუშაოებზე. გავაღოთ კარი და ოპა. მეგორო, რაღაც წერილი გამომიქსა ეს ასეთ ყუთებში, მეგორო, როდესაც თუ თქვენ აიცვით, ჩვენ სოფელში ყველგან თუ სახლებში ვიღაცამ დაენახა თავისი ყუთი, მაგალითად აქ სულ კარებთან თუ არის ყუთი, თუ ვიღაცა დებს ყუთს, ეს ნიშნავს, რომ წერილის ყუთია. და მეგორო, მართალი ვარ. და აქ ვიღაცა მეგორო წერილი გამომიგზავნა და მინდა რა წერია გამარჯობა საბა. გამარჯობა და არა ამ ხელა წიგში წერიან მხოლოდ გამარჯობა საბა? მეგორო, აქ შეიძლებოდა 15 წინადადებიანი ის დაგეწერა კაცო, მთლიანი პოემა შეგეძლოს დაგეწერა და ორი სიტყვა გამარჯობა საბა. გამარჯობა, არ ვიცი ვინ, მაგრამ კაი, უცნაურობა. ვერაფერი ვერ გავიგე მაგეთ მეგორო, მაგიტომ მოითახლა წავიდეთ ჩვენს სამუშაოზე და არ მივაქციოთ ყურადღება. ეს კიდე რა არის? ღმერთო ჩემო, ეს რა არის? მეგობრო, სულ 100%-ია ხო ვიცი, ვიღაც ზიწელნიკმა ამიშენა აქ რაღაც თავისი შენობა. და შეხედე კედელი კედელთან, უბრალოდ შეხედე კედელი კედელთან. ორი ძმა უბრალოდ. ეს რა არის რა? მართლა მეგობრო, უკვე თქვენ მე მგონი მეტყვით რომ ძალიან სასაცილოა რომ ჟიწილნიკები რაღაცებს აკეთებენ სოფელში, მაგრამ მე უკვე მეგობრო მართლა დავიტანჯე ამ ჟიწილნიკების მიერ გაკეთებული რაღაც შენობები, რაღაც საიდუმლო ოთახები, საიდუმლო ყუთები, გუშინდელი ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ, იქაც იყო საიდუმლო ყუთი ვიღაც დებილმა ჟიწილნიკმა იმასნა და ეხლა კიდე რაღაც სახლი, რა არის? ოპა. ჟიწილნიკო, ეს რა არის? ამიხსენი თუ შეიძლება. Так, საბა, გთხოვდობიშლი, მე აქ ძალიან ბევრი საქმე მაქვს. და ისევ გითხრა, ეს მიწა მე ვიყიდე მერის მიერ, ხო? მერმა სპეციალური დოკუმენტები მოვცა, რომლებიც აფიქსირებენ, რომ ეს მიწა ჩემია. მაგიტომ ახლა აქედან წაეთრიე და მიშლი აქ ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ურა ხამი ხარ ჟიწილნიკო, ურა ხამი, უბრალოდ დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები, შენ ხარ ხამი უბრალოდ. მეგორო, ეს რას ნიშნავს? მერმა მისცა უფლება ჩემს ტერიტორიაზე, ჩემს საკუთრებაზე რაღაცის აშენება? ამის უბრალოდ არ მისმის. ეს როგორ? ეს მიწა მეგობრებო, თქვენ უკვე მეგობრებო კარგად იცით რომ კიდე იმის გარდა რაც ჩემი სახლის ტერიტორია შიგნიდან თუ არის 3 ბლოკი კიდე მე მეკუთვნის. ეს თლიან სოფელში, მაგალითად ამ სახლს, ამ სახლს კიდე 1, 2 და 3 ბლოკი აქამდე ტერიტორია მისია. აქაც 1, 2 და 3 ბლოკი აქამდე მისია. და ჩემთანაც მასია. მერსაც მაგალითად მეგორო შეხედეთ, მერს 1, 2, 3, 4 და 5, ვინაიდან მეგორო აქ აღარ აქვს ტერიტორია, აქ უკვე გზა აქვს. აქ მეგორო 5 ბლოკი და მე რითი ვარ მეგობრო ცუდი. ვერ გავიგეთ აქ მეგორო, ახლა მოიცა ეს ფერმა გავაკეთე. ეს პრინციპში ეს ფერმა ჯერ კიდე კარგად არ არის გაზრდილი და ესეც, მაგიტომ ახლა ესაც ცოტა მაინც გაზრდილია ესე. მოვაშოროთ. და ახლა მეგობრებო, ახლა წავალ ერთად, რომ გავიგო, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რაც მითხრა ამ ჟიწილნიკმა, ამ ხამამ ჟიწილნიკმა. და მოით მეგობრებო, ახლა შევიდეთ და ვკითხოთ. მერო, დიდ ბოდიშს გიხდი, მაგრამ რას ნიშნავს შენ მიეცი საბუთები, მიეცი
უფლება ჟიტინიქს რომ ააშენოს ჩემს ტერიტორიაზე რაღაც თავისი შენობა. ჩვენ ხო, ანუ ჩვენ სოფელში არის ასეთი კანონი. შეთვითონ ეს კანონი, ამ კანონს შეთვითონ ხელი მიაწერი რომ სახლის გარეთ კიდე 3 ბლოკი ეკუთვნის კიდე ასე ვთქვათ მაცხოვრებლებს და მერითი ვარ ცუდი, ანუ რა დავაშავე მე? რას ამბობს აბა კაცო? არავის კაცო შენ ხო გეტყოდი ანუ შენ ხო კითხავდი ეს არის შენი უფლება ეს არის შენი ტერიტორია და შენც მაგივრად მე ვერ გადავწყვეტ ასეთ სიტუაციებს არა მე არაფერი არ მithქოს შიწილიკისათვის რის შესახებ ამბობს აბა შენ ხო კარგად იცი რომ კანონით ხო როგორც შევითხარი ესეა მაგრამ მე არაფერი არ მივეცი არავითარი უფლება არ მივეცი ამ შიწილიკს მაშინ მეგობრებო ვერ გავიგე რა მოინდომა ამ ჟიტენიკმა რომ მან აიშენო მაშინ მეგობრებო მე საერთოდ ვერ გავიგე და რა უნდა მაშინ ამ მიწისაგან ანუ თან ეს მიწა საერთოდ ეკუთვნის ჩემს სახლს ერთს მეგობრებო ერთი იდეა მაქვს ჯესეც შეღეთ მეგობრებო აქედან ხო ვერსად ვერ გავხედავ აი შეღეთ აი ვერსად აი შეღეთ ანდა არ მეგობრებო საერთოდ არაფერი არჩეს მოედაბა ეკლესიის სახურავზე ავიდეთ და მაქედან ნახოთ იმიტომ მეგობრებო რადგან ეს მიწა როგორც გავიგე არ ეკუთვნის საერთოდ ამ ჟიტინიკს ანუ საერთოდ არ ეკუთვნის მაშინ რა საბუთებს მე საუბრობ ერთის მეგობრებო ფრთხილად უნდა ვიყო რომ არ დამინახოს აჰა მეგობრებო ხედავ რაღაც სახს მაგრამ მაგას სახსაც კი ვერ დაარქმე რაღაც განადგურებული სახლი, აი განადგურებული სახლი სადღაც 20 წლიდან, აი მეგობრებო, აი მასზე დაუძახებ ამ სახლს, ნუ შეღეთ, აი ისა ქვიშისაგან, რაღაც მიწისაგან, განადგურებული კობლსტოუნისაგან და აგურებისაგან გაკეთებული რაღაც არ ვიცი როგორც აი სოფლის საპირფაე შესმაგონებს იცით მეგობრებო ასეთი მაგრამ საერთოდ არ ეკუთვნის ეს მიწა ამ ჟიტინიკს და აი ეს ვერ გავიგე მეგობრებო ერთი იდეა მაქვს უკეთ მეგობრებო დახამდეს აქ ჟიტინიკია ცხეთ მოგეთ მეგობრებო დახამდეს და აი ახლა მალე დახამდება ნუ არ დახამდება მალე მამ აი დახამდეს ცოტა მაინც დახამდეს და მოკლედ ერთი იდეა მაქვს აი როდესაც იქნება უკვე საღამო აი იქეთ ამ მხრიდან აი უკინიდან მე გავთხრი პატარა კარებს ასე ვთქვათ და ფრთხილად შევალ მაგ სახლში თუ რაც არ ვიცი მეგობრებო იმიტომ ეს სახლი მართლა არ ეკუთვნის ამ ჟიტინიკს და ეს ჩემი სახლია ერთოც ეს ჩემი სახლია და რას ნიშნავს სად არის ეს ჩემი ყველაფერი და კომპიუტერი სადა მაცივარი ფეჩები ხუთები და რა так стоп ყველაფერი რა так ნაკოველია так მაგი რა გამძარცვეს მეგობრებო რა რას ნიშნავს გამძარცვეს რა როგორ მოასწრეს ჯანდაბა მეგობრებო ეს ამ ხუთი ყველა ნუ მადლობა დიდი რო ეს მაინც მეგობრებო გამოის მე დამჩახოთ ჭარხალი ისა ხორბლის თესლები და კარტოფილი და თოხი მეგობრებო ახლა ამით რას გავაკეთებ აი თქვენი აზრით ახლა ანუ დამჩახო სულ თოხი ხორბლის თესლი და ჭარხალი და კარტოფილი ჯანდაბა მეგობრებო აი როდის აი შეხედეთ მეგობრებო მაგიდა დამჩა სადაც ვერაფერს ვერ გააკეთებ სკამი ვერსტაკი ყუთი საწოლები და ნაკოვალნა მეტი მეგობრებო არაფერი შეხედეთ რა სიცარიელია უბრალოდ დარბაზი თან აი წარმოიდგეთ აი კიდე ეს ჯანდაბური ყუთი სადაც წერია ეს გამარჯობას რა გამარჯობას აბათქო მე გაგძარცვე შენს აბა ვინ შენ ანუ მოდი აბა კაცთან აბა კაცსა დავილაპარაკოთ აბა მოდი აბა მიდი აბა რატომ ალავ შენს სახეს ვინ გამძარცვა მე გაგძარცვე შენს აბა ვინ გამძარცვა აბა მოდი აბა ჯანდაბა მეგობრებო გამოის სანამ მე ვიყავი სამუშაოზე ან სანამ მე ვიყავი მერთან შესული ვიღაცა მაიღო და თლიანი ნივთები რაც კი იყო ჩემს სახლში აიღო ნუ თითქოს თლიანი დამიტოვოთ მაგი და საწოები და ასეთი რაღაცეები მაგრამ ჯანდაბა მეგობრებო ხომ ერთოს მეგობრებო ერთი რაღაც
იდეა მაქვს. აი აქ მეგობრებო, ნუ თქვენ მეგონი უკვე იცით. იმედია. კი მეგობრებო, რა დებილები არიან. დებილია ის, ვინც გამძარცვა. ჰაჰა. მეგობრებო, ყველაფერი აქ ახო მეგობრებო, თუ თქვენ არ იცოდით, ესე ის ჩემი საიდუმლო ყუთი, სადაც დევს ჩემი ისმრუდები, ხორბლის თესლები, კიდე უფრო მეტი ჭარხლის, კარტოფილის, ხმლები, კირა და კიდე ერთი ზაპასით თოხი. და აქ მეგობრებო, მაგრამ ერთი იდეა მაქვს მეგობრებო, მაგრამ რადგან მე ახლა გამძარცვეს, მაინც მინდა ეს რა არის? так, стоп. ამ ჟიწელნიკმა რა შუშებიც კი მეგობრებო, ამ ჟიწელნიკმა შუშებიც კი იმას ქნა. მეგობრებო, აი თქვენ ისე არ გონიათ რომ რაღაც უცნაურობა აიშახეთ? ერთ დღეს ჯერ გამომიგზავეს წერილი სადაც ეწერა გამარჯობა საბა, არ მეოქს ამას ყოლათხება, მერე კიდე გამოჩნდა ვიღაც ჟიწელნიკი, რომელსაც ააშენა ჩემს ტერიტორიაზე რაღაც შენობა, მერე კიდე მოვედი ჩემს სახლში და ყველაფერი მოპარული იყო და მერე კიდე რაღაც წერილი კიდე ერთი გამომიგზავეს, სადაც ეწერა მე გაგზარცვეს შენ საბა. და მეგობრებო, ერთი რაღაც კითხვა მაქვს დიდი. მოგეთ მე ახლავე მინდა წავიდე მაგ არ ვიცი რა არის ეგ რაღაც მოედანი, რაღაც ტერიტორია გადახურული და მეგობრებო, ეგრევე მინდა გავიგო რა არის ეგ. იმიტომ მეგობრებო, რაღაც დიდი ეჭვი მაქვს, ეჭვი მეპარება დიდი, რომ შესაძლებელია ამ ჟიწელნიკმა მოიპარა ეს ყველაფერი. კაი. так. მიდი მეგობრებო, რაღაც დიდი ხანი მოუნდები ახლა ამ ტეხვას, მეკითხა მოითახა მეგობრებო, კამერას გავთიშავ და ჩავთავ იმ დროს, ვისაც უკვე დაგიბრუნდებით. ვისაც უკვე გავტეხავ. всё მეგობრებო, მოკეთ გავტეხე. და რა ჯერჯერობით მეგობრებო, ხედავ გადახურულ. აი მეგობრებო, შეხედეთ. ქვით გადამიხურა შუშა, შეხედეთ. აი აქ მეგობრებო, ვინც აიცოდა, აქ არის ჩემი ფანჯარა. ჩემი ფანჯარა აქა და გადახურულია, შეხედეთ. და რაღაც კარებია, ჯან და აქ ხომ იწა. და გქონდათ სადა ის ჟიწელნიკი? ჟიწელნიკი რაღაც ვერ ხედავს, რაღაც აიყო წავიდა. ნუ შესაძლებელი. თქვენ კინაღამ გული გამისხდა მეგობრებო. აქ იყო პირდაპირ. აქ კაი მოითახა მეგობრებო. მიდი. так და ოპა. და რა ჯერჯერობით რაღაც გატეხილებს ხედავ. კაი მოითაბა ახლა მიწები. აი აქ და აქ იმას და რაღაც ყუთი და რაღაც წერილები. მეგობრო, რაღაც მაოცებს ეს რაღაცეები, რატო ხურავს ასე ამ წერილებს ეს ჟიწელნიკი? კაი, რა მიზნები? ვერ გავიგე, კაი, პირველი გაუგზავნო საბას წერილები. არაფერი არ გაგონებთ მეგობრო, დღეს დილას მომივიდა წერილი, გამარჯობა საბა. так, стоп, ეს მესამე ერთს მეორე. გავძარცვა საბას სახლი. რა? და მეგობრო, ხა так, стоп, და მესამე რა იყო? მესამე გავაგდო საბა სოფლიდან. რა? ეს მეგობრო, ჟიტი კონკრეტი დამინახა. რა? საბა, შენ შეხვედი? ჩადაბა, რატო შეხვედი? всё. საბა რა, შესახამალი ამაფეთქება მადგილს. საერთი წუთი გაქვს რომ გაიქცე. რა? ჟიტი არ ქნესა. დროს მეგობრო. გავიდეთ. ჟიტი ერთი გთხოვ შენთან. რატო გააკეთე ეს ყველაფერი? რატო? რისთვის გამძარცვე? რისთვის გამომიგზავნე ეს წერილები? რისთვის გინდა სოფლიდან წავიდე? რატომ ამიხსენი? საბა, იცი რა, მე ვარ შენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მტერი. მე ძალიან არ მომწონს შენ ხარ ამ სოფელში, რომ იცავ, რომ ასეთი კეთილი ხარ, რომ ყველას ეხმარები და ასე შემდეგ. მაგიტომ მე მინდა გაგაგდო ამ სოფლიდან არასოდეს ცხოვრებაში ერთი წუთითაც კი არ დარჩი ამ სოფელში. და რატომ ჟიწიკო ამიხსენი უბრალოდ რატომ? თან შენ ხომ ისეც იცი რომ არ შეიძლება ასე კეთება. უდები ჟიწიკი არაუშავს. აქ იყავი თორე მოკლავ ეგრევე გეუბნები. მეგობრებო, მოკითხა არ აქ იყავი თქო. ეხა მეგობრებო, მოკითხა ეს პოლიციაში გადავრეკო, ბარემ. პოლიციაში, აბა ჟიწიკო, აბა რა სიტყვი?
რა? არა საბა გთხოვ საბა არა მე ფულსაც მოგცემ კიდე 5-ის თაკი ისურვდი 6-ის თაკი არა გთხოვ არ გამოიძახო პოლიცია გთხოვ გემუდარები არა შიტიკო ასეთი ცუდი და ბოროტი ადამიანები როგორც ხარ შენ უნდა იყვნენ ციხეში პოლიციელებთან ერთად მოგეთ მეგობრებო ახლა კი თქვენ დაგეშვებით მე ხლა გამოიძახებ პოლიციას თუ მოგეწევათ ეს ვიდეო დაგეშვებით ახლა დაგეშვებით ნახვამდის